მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა საერთო თემით. საერთო გაშლა თემა იქნება ბევრი თხოვნები იყო ვისაც წყვილები არ ყავს იმ ადამიანებისთვის გააკეთეთ თუ რამე თემატიკა გაშლაო და აბატონო ნახოთ ვინ მოდის როგორი ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში უახლოესი 3-4 თვის ვადებში მოდის თუ არა ასეთი პიროვნება თქვენთან ურთიერთობისთვის ვისთვის უნდა იყოთ მზად ყველა ადამიანისთვის საერთო გაშლაში ყველაფერი არ დაემთხვევა, უნდა იცოდეთ, უნდა ამოკრიბოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია და მიიღოთ. ამისთვის ენერგოცვლისთვის ლაიკები, კომენტარები, გაზიარებები არ დაგესალოთ, შეგახსენეთ აუცილებელია. პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ და ყველაფერს დაგაკვალიანებთ. ტელეგრამი აღარ არსებობს ჩემი გვერდის. მე ხარ თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა რომ მიხვდეთ რამდენად თქვენთვის იქნება ეს გაშლა. მარტოობაში ხართ. მეცხრე მაღალი არკანია ეს კარტი ხშირად არის ხოლმე. ასკეზის კარტი ხშირად არის ადამიანი მარხვაზე მყოფი ადამიანის კარტი და არ არის გამორიცხული ბოლო, ასე ვთქვათ, ყველაზე მძიმე კვირა წელიწადის გვაქვს ახლა. შესაძლებელია ბოლო კვირას მაინც იცავთ მარხვას ან ლოცვა გააძლიერეთ ან მარტოობაში ხართ გათვითცნობიერებული მარტოობის კარტია ეს მეცხრე მაღალი არკანი ადამიანი რომელიც სპეციალურად ასე ვთქვათ ერიდება ხალხმრავლობას, გართობას, ჩაკეტილია თავის ემოციურ და ფსიქოლოგიურ თემებში, ლოცვა აქვს გაძლიერებული აქვს ასე ვთქვათ თვით შეფასება კი არა სამყაროს შეგრძნება რაღაცა დაახლოებულია ღმერთთან, მაღალ ძალასთან, რა ვიცი, ყველას თქვენი სალოცავი ძირითადად ღმერთი გვაქვს ქრისტიან მართლმადიდებლებს, მაგრამ არიან სხვადასხვა მიმდევრების, სხვადასხვა რელიგიის და აქედან გამომდინარე ვიტყვი ყველასთვის რომ იყოს გასაგები. მარტოობაში ხართ, ეს არის ძალიან ბრძენი ადამიანის კარტი კიდევ მეორე ადამიანი, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ბევრი რაღაც გადატანილი აქვს და გამოცდილი აქვს და გამოცდილებას აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აი დაბრძენებული ადამიანია თავის ასაკთან შედარებით ბევრად. მარტოობაში ხართ. დიდი ალბათობით თქვენი სტიქია არის, ჰაერ სტიქია, კალდის ძირში მიჩვენებენ ტოს ხმალს, ეს არის ადამიანი ლოგიკი, ძალიან კარგად განვითარებული გონებრივი მათემატიკური იქნება ეს თუ კანონმდებლობის გონებრივი მდგომარეობა თქვენი თუ საერთოდ ძალიან ჰაერი სტიქიასავით თუ ჰაერი სტიქიას არ წარმოადგენთ და ყველასთვის ჰაერი სტიქია ვერ იქნებით რა თქმა უნდა ჰაერი სტიქია არის ტყუპების ასწორი და მერწყლის ნიშანი რომელსაც ცნობილი ფაქტია და ჰაერი იმიტომ არის რომ ძალიან კარგად მენტალურად განვითარებულია და ასე ვთქვათ აზროვნების უნარი აქვს ძალიან კარგი ლოგიკური რაღაცა ლაბირინთებიდან გამოყვანის თემატიკის თუ თავის გამოყვანის რაღაცნაირი ცივა თუ დგება ყველაფერს და ყოველთვის და გონები თუ დგება ნაბიჯებს თავის ცხოვრებაში არა როგორც ემოციურად ან რაღაცნაირი აფექტის მდგომარეობაში განსაკუთრებულად გონებრივი მდგომარეობა გაქვთ ანალიტიკური ასე ვთქვათ მიდგომა ფსიქოლოგიური მიდგომა აი ცივად გამსჭვალავთ და მერე დგავთ ნაბიჯებს შესაძლებელია ამ კარტით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელიც ხართ, არ არის გამორიცხული, ტოს ხმალი ხელში უჭირავს ნებისმიერი პოლიციიდან დაწყებული, პატრულიდან დაწყებული სამართალ დამცავი ორგანოები მოსამართლემდე, არ ვიცი, ნებისმიერი, ასევე შესაძლებელია ცივ იარაღთან გაქვთ კონტაქტი, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით და გაგებით, ეს შეიძლება იყოს ქირურგი, ექიმი, არ ვიცი, სპეციალისტი რაღაც, ასევე შესაძლებელია ხართ და ბრძანდებით პოვარი, შეფ-პოვარი. თუმცა ამ კარტით გამორიცხული არ არის ეს პროფესიებიც, რომ წარმოადგენთ ამის თქმა მინდა. ძალიან მარტოობაში და ცოტა არ იყოს დეპრესიულ მდგომარეობაშიც გაჩვენებთ კარტი. როგორც მე ვგრძნობ ახლა ენერგეტიკულად მომდის რომ აი რაღაცეებს
თვით შეფასებას ეხება, სოფხედველობას ეხება, თქვენი ემოციური მდგომარეობა, ჩაკეტილი ხართ, განსაკუთრებით გართობა ისეთი მიწიერი სიამოვნებებისგან სპეციალურად წასული ხართ მარტოობაში, სპეციალურ უარს გამოთქვამთ, ასე ვთქვათ, რაღაცა განსაკუთრებით ვიმეორებ ბოლო კვირა ამარხვის და ალბათ შეზღუდული გაქვთ საკუთარი თავისთვის რაღაცნაირად აი ესეთი ზედმეტი ხრეობა, გართობა, არ ვიცი და დალევა ჭამა, აკარც თავის თავს რომ ადამიანი სპეციალურად უკრძალავს ესეთ მდგომარეობაში ხართ. თუ ემთხვევა ენერგეტიკა და გრძნობთ რომ თქვენია გაშლა, უყურეთ ბოლომდე, თუ არ ემთხვევა დაალაიქეთ ჩემი სიყვარულით, კომენტარი დამიწერეთ, სასურველი თემატიკა დამიწერეთ, რა გინდათ იხილოთ და შეგიძლიათ სხვა ჩემ გაშლებს უყურეთ, ჩემ გვერდზე გადმოხვიდეთ და არჩიოთ. ესე იგი, ვინ მოდის თუ არა საერთოდ პიროვნება სერიოზული ურთიერთობისთვის, თქვენთვის უახლოესი საშუალოდ 3 თვის ვადები ავიღოთ თქვენ ცხოვრებაში. თქვენნაირი აგრესიული ჰაერისტიკის პრინცი მოდის, თქვენნაირი აგრესიული მინდოდა თქვა რომ ტუსხმალით ეს არის ადამიანი ლოგიკი და არის შეიძლება ცივი სიტყვის თქმაც არ გაუჭირდეს საჭირო დროს ჯიბეში სიტყვების ზებნას არ დაიწყებს, მაგრამ ეს ადამიანის თქვენი სტიქიისა, თქვენი ენერგეტიკისა, ხისტი, ასე ვთქვათ, ჰაერისტიკის პრინცი ეს არის. კიდევ ვიმეორებ, ტყუპების ასწორიან მერწყულის ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს, შესაძლებელია არ წარმოადგენდეს, ან ასცენდენტი ქონდეს, ან უბრალოდ ენერგეტიკა აქვს მას ისეთი, აი ესეთი დაქრის ქარიშხალივით, მოუსვენარი, ასე ვიტყოდი, აბუბოქრებული ქარიშხალივით ადამიანი, რომელიც არის ძალიან ეჭვიანი, ხისტი, ძალიან პირდაპირი, ასე ვთქვათ, ლაპარაკისას პირდაპირ შეიძლება რაღაცა ცივი სიტყვებით დაუფიქრებლად თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ აფექტის მდგომარეობაში, აი ცივი ჰაერის ენერგეტიკის მდგომარეობაში შესაძლებელია ისეთი სიტყვაც კი ითხრას, რომ გული გატკინოს, მაგრამ მეორე და მესამე დღეს მიხვდება თავის დანაშაულს და დიდი ალბათობით თავის დაცვას და გამართლებას შეეცდება, რომ აი ეს ამიტომ გითხარი, თლათ არ აღიარებს, რომ ასე ვთქვათ, გული გატკინათ, მაგრამ რაღაცა მობოდიშების თემატიკა ექნება, რომ აი გაამართლოს თავისი ეს ხისტი მიდგომა, რომ აი შენ რომ გამომიყვანე წყობილებიდან, იმიტომ გითხარი, მაგალითზე გეუბნებით. ადამიანი რომელსაც ბევრი ეჭვები აქვს, ბევრი უნდობლობა აქვს ადამიანების მიმართ საერთოდ და განსაკუთრებით ეს არის შპიონის კარტი, ეს არის ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში იქეკება, ვინ დაამატე, რა დაამატე, მოგემატა გამომწერები და რა სტორი ატვირთე, ვისთან ერთად გადაიღე და გაისეირნე და რა ატვირთე, ასე იგი ყველაფერს ყოველთვის თავის თვალით აკონტროლებს ეს პრინცი ძალიან უნდობელია, ასე ვიტყოდი და სანამ ბოლომდე არ გაარკვევს, თავის თვალით არ ნახავს, არავისი ნათქვამი არ ჯერა. ასეთი ტიპაჟი მოდის, აღარ დავიწყებ გარჩევას, ესე იგი სხვა ვარიანტებისას. პრინცი არის, კიდევ ვიმეორებ, მოუსვენარი, ერთ ადგილას არის სვენებს, შეიძლება ბევრი გადაადგილებები სამუშაო თემატიკით უწევს ხოლმე ფინანსებთან დაკავშირებით. ცოტა ვიტყვი, რომ ნელი ტიპაჟია, მაინდა-მაინც მილიონერი სავარაუდოდ დიდი ალბათობით პრინცი პენტაკლის არ არის, მაგრამ ფინანსებთან დაკავშირებით ისეთია სტაბილური სამუშაო მას აქვს და გამოსამუშავებელი თავისი პენტაკლი ხელში ყოველთვის უჭირავს, თვის ბოლოს იქნება თუ თვის დასაწყისში, ვის როდის ერიცხება, მოკლედ თავის საქმე და თავის პატარა ანაზღაურება ამ მხრივ სტაბილურად აქვს, მინდა გითხრათ, უსაქმური და უმუშევარი არ არის. ადამიანი იმპერატორიო, მეუბნებიან. ბრძანებელი შესაძლებელია ვიღაცის ქმარი იყოს, ან თქვენი მომავალი ქმარი. იმპერატორი ყოველთვის არის ქმარი, ეს შეიძლება ადამიანი წარმოადგენდეს ასევე მენეჯერის ან უფროსის კარტი არის იმპერატორი, როგორც წესი, ან თქვენი მეუღლე, ან ყოფილი ვიღაცის მეუღლე, ან ეხლა მეუღლეა, მაგრამ მოდის თქვენ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი, როგორ განვითარდება, რთულად დაიწყება მეუბნებიან ურთიერთობა, ცოტა გაშიშებული იქნება და ვერ გაიგებთ საით უნდა წახვიდეთ, რაც შიშებს დაგმართებთ, მაგრამ მათიან პენტაკლი სტაბილურობის დიდი შანსია. დიდი ალბათობით გაშლა იქნება ყოფილი ვიღაცის მეუღლე იქნება, ანუ მეორე სტაბილური ოჯახის შექმნას შანსები არის თქვენთან რომ განხორციელდეს. თასის დედოფალი ხართ თქვენ, საყვარელი ქალი მისთვის. მიიღეთ.